თუ თქვენს წინაშეც ასეთი დილემაა, მაშინ მოიმარაგეთ საჭირო ხელსაწყოები, საღებავები, მოუხმეთ ფანტაზიას და დაიწყეთ მუშაობა. სანამ თაბაშირ მუყაოსგან სასურველი ფიგურას გამოვჭეთ, საჭიროა კედლის დამუშავება და შეღება. გამარჯობა. კარგად. მოკლედ რა პრობლემა აქვს? ეს კედელი ძალიან ცარიელია, ეხლა გავაკეთეთ, მინდა რომ შევასო, ჯერ შევდებო რა თქმა უნდა და მე რაღაცა ორიგინალურად იყოს შევსებული ეს კედელი, რომ არ იყოს ეს თქო ცარიელი. თაბაშირ მუყაოსგან ნებისმიერი ფორმის გამოჭრა. ეს შეიძლება ამ პირობებში გაკეთება, არ არის ძალიან რთული, სულთა მარტივად. თავი მოიფიქრო რა ფორმა გინდა. ეს არის ნებისმიერი გააჩნია განწყობა და შეგვიძლია გამოჭრა და პირდაპირ მიმარჯვება. სანამ თაბაშირ მუყაოსგან სასურველ ფიგურას გამოვჭეთ, საჭიროა კედლის დამუშავება და შეღება. კედლის შეღებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა. ხდებათ აუცილებლად ინტერიერის საღებავით, ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, მავნე ემისიების გარეშე. ანაბრად უნდა გავშალოთ ზედაპირზე საღებავი, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი ზედაპირი. შეღების დროს ჯობია იყოს გორგოლაჭი და არა ფუნჯი. დიახ, ეგეთი გორგოლაჭი. ფუნჯით, რა თქმა უნდა, თანაბარი ზედაპირი არ გამოდის. დავუსვათ ზემოდან ქვემოთ, ერთი მიმართულებით უნდა გავშალოთ საღებავის ზედაპირს. სრული შრობა არის 28 დღე. შემდეგ შეგიძლიათ დაწმინდეთ ზედაპირის სრული ჩვარით. ფსიქოლოგებს თუ დაუჯერებთ, ინტერიერის ფერები ფსიქიკაზე მოქმედებს. მაგალითად, ყვითელი აძლიერებს წყოვილის გზნობას. ლურჯი ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, წითლად შეღებილი ოთახი კი აგრესიას იწვევს. ფსიქოლოგების მსგავსად დიზაინერები ცვლიან, რომ კარგია თუ კედელს ყავისფრად შევღებავთ. თურმე ასე წარმატებისკენ სვლა გაგვიადვილდება. ფერების გარდა ინტერიერს დეკორატიული დეტალებიც ახალისებს. გავაკეთოთ ესკიზი და შემდეგ გამოვჭრათ ავტომანქანის ფიგურა და ეს დავამაგროთ კედელზე. თაბაშირ მუყაოს დეკორატიული ფიგურა კედელზე სპეციალური რბილი ლითონის პროფილის მეშვეობით მაგრდება. აუცილებელია გავითვალისწინოთ რა სიმაღლეზე ვამაგრებთ დეკორატიულ ფიგურას და ასევე კედლის სისქეც, რათა შესაფერისი ლურსმანი შევარჩიოთ. მანქანა უკვე დამაგრებულია, ჩვენ შეგვიძლია ხა თუ სადმე ზედმეტი აკიდე თვალით გადავხედოთ. კი, გავასუფთავოთ. მოვისუფთავოთ თავი. ჩვენი გემოვნების და მეხედით უკვე ფერს შეარჩევ და იმის მიხედვით ამას შეღებავთ და ვექნებოთ ლამაზი კარგი მანქანა. გამზადებული დეკორი კი კედლისგან მკვეთრად განსხვავებული ფერით უნდა შევღებოთ.